ახლა მაინც მოგახსენებთ კენჭისყრის შედეგებს, რომელზეც პარლამენტის წევრებს ჰქონდათ საკითხი, ვინ მისცა ხმა და ვინ არ მისცა და ასე შემდეგ. კენჭისყრა კანონის პროექტზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის თაობაზე. ივანე კიღურაძე მოწინააღმდეგეა დაფიქსირებული და ამბობს მომხრე, ასეა? არესტრებაა დაფიქსირებული მომხრე, წინააღმდეგე არ არის უკაცრავად. მურმან დუმბაძე, არესტრება, ხო არა? აქ არის. ხვას აძლევთ თუ არ აძლევთ? ვალერი გელაშვილი არესტრება. ალექსანდრე ქანთარი არესტრება, ხვას აძლევს ამასობაში. ყეინიშვილი არესტრება, ხო? ელისო ჩაფიძე ესტრება. ვინდა გითხრათ, რომ დღეს მოგახსენეთ 100-ს ხდომას ვატარებთ პარლამენტში. და საპარლამენტში კენჭისყრის სისტემას ამდენი შეცდომა არ მოსვლია. დანარჩენი არ ვიცი. თეიმურაზ ჩხაიძე ესტრება. ხარს აძლევთ? ჯერ არ გაიყვანოთ ქალბატონი ხათუნა დარბაზიდან. ჯერ არა. ქალბატონი ჩხეტიანი დარეჯანი არ ესტრება თუ ესტრება. ხმა მიეცით? ხუნდაძე დიმიტრი. ხმა მიეცით? ჯაფარიძე ვიქტორი. არ ესტრება. ჯაჭვლიანი იოსები გითხრა, რომ მივეცი ხმაო. ფოფხაძე გედევანი არ ესტრება. თერთმეტი კოლეგა, რომელიც დარბაზში იყო და ესტრებოდა და სისტემა ამბობს, რომ არ მიუწია ხმა, ამბობენ, რომ მათ დადებითი ხმა აქვს მიცემული ამ კანონპროექტისთვის. ესენი არიან ივანე კიღურაძე, მურმან დუმბაძე, ალექსანდრე ქანთარია, ჩაფიძე ელისო, ჩხაიძე თეიმურაზი, ჩხეტიანი დარეჯანი, ხუნდაძე დიმიტრი, ჯაჭვლიანი იოსები, ბუკია გოდერძი, ოქრიაშვილი კახაბერი, მკოიანი ენზელი. დანარჩენი ვინც არა მომიკითხია, ეს იყო ღვიძლ დადებითად მისცა ხმა.